რა მოხდება მოსკოვში რუსეთის მთავარი მოედანი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ოკუპანტებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები აქვთ მიღებული, თუმცა დრონების წარმოებაში უკრაინის მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის ფონზე კრემლის საჰაერო თავდაცვა ფაქტობრივად უსარგებლოა. პუტინმა 9 მაისისთვის დადებული ცეცხლის შეწყვეტის პირობა უკვე დაარღვია. ზელენსკიმ კი რამდენიმე დღის წინ დაანონსა, რომ არ არის გამორიცხული აღლუმის თავზე უკრაინულმა დრონებმა გადაიფრინა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ჩინეთი ხვალინდელ ღონისძიებას არ დაესწრება. პუტინთან ერთად წითელ მოედანზე ლუკაშენკო, ფიცო, აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერები, ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები იდგებიან. გროზნოში კადიროვის სახლიდან 2 კილომეტრში უკრაინამ რკინიგზის სადგური დააბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით სადგურიდან დაახლოებით 120 მეტრში ჩეჩნეთის FSB-ს სამმართველოს შენობა, იქვეა განთავსებული სამხედრო ბაზაც. ბრიტანეთში დიუშენის სამკურნალო მედიკამენტის ჯივინოსტას გამოყენების რეკომენდაცია გაიცა. პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებულია პაციენტებისთვის, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ გადაადგილების უნარი და არიან 6 წლის ან უფროსი ასაკის. საქართველოში დიუშენის დაავადების მქონე 100-მდე ბავშვის მშობელი მედიკამენტის შემოტანას თვეებია უშედეგო დიდხოს. ირაკლი ღარიბაშვილს და მის ოჯახს ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს. ამის შესახებ ექს-პრემიერის ადვოკატმა განაცხადა, თუ საჭირო გახდა ბოლომდე მოიხდის სასჯელს, თქვა მიხეილ შაყულაშვილმა.